ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დავათვალიეროთ კორდობა. სევილიიდან დავიზარით და გზადაგზად ვაწყდებით ულამაზეს სოფლებს, ულამაზეს გარემოს, რომელსაც ერთად ვიხილავთ. Cuando en la noche me quedo a solas, más de 1000 sueños se me amontonan y los recuerdos me hacen sentirte en mí. Desde la sierra al Guadalquivir, años de historia pasan por ti, ciudad del mundo siempre bella y sin fin. Cuando despierto no me abandona, siento la sangre que por mí brota, puertas abiertas de par en par y a la humanidad. Córdoba, llegando el día tú me enamoras y por las noches me embrujas sola y con tu magia me haces soñar. Córdoba, llegando el día tú me enamoras y por las noches me embrujas sola con tu magia me haces soñar. სევილიიდან ჩამოვედით კორდობაში. გზა საკმაოდ გრძელი იყო, მაგრამ საინტერესო. და იმასაც აღვნიშნავ, კორდობამ მომხილა. ძალიან ლამაზი ქალაქი არის, ძალიან ლამაზი ელემენტებით. ეხლა ვიმყოფებით ხიდზე, რომელიც არის რომის ხიდი. 250 მეტრიან ხიდზე სავსეა ხალხი. კორდობის მთავარ სიმბოლოს გაჩვენებთ, მეგობრებო, სადაც სანახაობა არის მართლა თვალწარმტაცი. ეს იყო ადრე მეჩეთი, ეხლა კათედრალია. ვფიქრობ, ეს უნიკალური შერწყმა მუსლიმანური და ქრისტიანული ორნამენტების იქნება მართლა მაგარი სანახაობა. წამოგზავნეთ.
გაგაცნოთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო, გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანებს. როგორც გითხრეს, ასაკოვანი ადამიანი არის ქალბატონი, რომელიც თურმე ნადირობს თავის დაკალებთან ერთად. Hello. Hola. I'm Marlene. ¿Cómo estás? Hello. Hello. How are you? ესეთი ლამაზი გარემო არის. ხო, ნო. Oh, thank you very much. And Your name? there is it's painted by Picasso. This Ah, okay. Pirosmani face. როგორ დაინახა პიროსმანი პიკასო არის რა? Wait. Bonito. Oh, yes. Nice. Yes. Beautiful. Ah, beautiful. Super beautiful. Allah. Thanks so much. ეს ყოფილა ამ ქალბატონის ნამუშევრები. ეს არის ეთქობა ახალგაზრდობის ფოტო. წარმოუდგენელი სილამაზე არის რა, წარმოუდგენელი. მთლიანად მთელი სახლი გაჯერებული არის მონადირის სულით რა. ცხოვრებაში არ მინახავს ქალი მონადირის სახლი ასეთი დონის რა. მეგობრებო, ეხლა გაჩვენებთ ამ ულამაზეს ქალბატონის მამის პორტრეტს, რომელიც იყო ერთ-ერთი ცნობილი მონადირე თურმე ვაკაურობის. ეს არის ძაღლი, რომელიც თურმე აღმოჩნდა, რომ ტახტთან შემძოლების დროს დაზიანდა. მე როგორც გავიგე ამ საუბრიდან And they are gold medal, all of them. There. ეს არის ოქროს მედალოსანი რქები. ნახეთ ერთი. ეს არის ფოტო და ეს არის თავად ეს არსება. And that's me. ეს ქალბატონი ყოფილა თურმე ცხენზე, როგორც ჩანს, საკმაოდ მაგრად ჯირითობს. მეგობრებო, ეს არის სალმორეხო, რომელიც ყოფილა კორდობას ტრადიციული კერძი, რომელშიც არის კვერცხი, tomato, garlic, Oil and bread. Good. Marlene. Once I had Jack Russell. Jack Russell Terrier. Like, for example, what does he mean? ხშირად ტერიერებით გააჩნია რაც ხოლოზე ვნადირობთ. ასევე ადგილობრივი ჯიშის ძაღლებს ვიყენებთ. ჩვენ ვეძახით იბერიკოს. ვერ მივხვდი სახელით, როცა მითხრეს პოლენკო. აღმოჩნდა აი ესეთი ტიპის ძაღლები ყოფილა. თუმცა ამ ძაღლების გარდა ასევე კიდევ ძაღლების Jack Russell Terrier-ებითაც. ესპანეთში ძაღლებით ნადირობა ძალიან პოპულარულია. საშუალოდ ნადირობისას 20-დან 40 ძაღლამდეა ჩართული. ესპანეთში ოდითგანვე იყო თუ არა ესე ბლომად ნადირი რა. თუ ოდესღაც სიტყვაზე რამე შეცვალეს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ახლა ხო ნადირის დეფიციტია. ამ რაოდენობას მივაღწიეთ მხოლოდ სწორი კონტროლირებადი სელექციური ნადირობით. So people are supporting to be more deers, let's say, yes. But let's say partridges, rabbits and such kind of hunting animals. რაც შეეხება ჩლიქოსნების მომრავლებას, რა თქმა უნდა, სწორი სელექციური ნადირობა ზრდის მათ რიცხვს. აღსანიშნავია, რომ ველურ ბუნებაში ოდნავ შემცირებული არის კურდღლის და კაკბის რიცხოვნება. თუმცა, კერძო მეურნეობებში მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ეს ძალიან ძველი მუშკეტია და ხედავთ, რომ ლულის ბოლოს ხმის გამაძლიერებელი აქვს. ძირითადად ამ თოფს იყენებდნენ სარეკში. ამ მოწყობილობის წყალობით სხვა თოფებთან შედარებით უფრო მაღალ ხმას განიცდებს. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ გარემო ფანტასტიურია. ძალიან ბევრი დიდი ირემია, ლამაზი რქებით. ჩვენ ვცდილობთ ეს ირმები ღია ვოლიერში გვყავდეს, სადაც თავს ფანტასტიკურად გრძნობენ და დაცულები არიან ბრაკონიერებისგან, რომლებიც ცდილობენ უკანონოდ მოიპოვონ სატროფეო რქები. ამ ტერიტორიაზე ბუდობს კეთილშობილი ირემი, ტახი, კურდღელი და მუფლონი. დაცებლებიდან მელია და არწივი, რომლებიც ხელს უშლიან კეთილშობილი ნადირის გამრავლებას. ხო, ძალიან საინტერესო მომენტი არის რა, ესე იგი არც ტახი აკლიათ, არც მუფლონი აკლიათ, არც ირმები და არც შლები, რო ითქვია, ყველაფერი აქვს რა. მე როგორც მივხვდი, ტურის ნაცვლად აქ ძალიან დიდ ზიანს აყენებს მელია, იმიტომ რომ შლის ნუკრებს უჭამს ტურმე რა და ბიჟინებს შესაბამისად. ეს სერიოზული პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე მახსენდება, რომ გერმანიაში ითვლება ძალიან მაგარ მონადირედ, თუ ერთ მელიას მაინც მოინადირებს წელიწადში. წარმოიდგინეთ, ზიანი რამხელა არის მელიიდან, რომ თუნდაც ერთი მელიის მონადირება ითვლება მაღალ შედეგად რა. ერთი შეეკითხე, რამხელა ტერიტორიას ფლობენ, საკუთრებაში რა არის? 1200. აჰა, 1200 ჰექტარი არის, ესე იგი აბა საკუთრებაში, ხო? ამ ტერიტორიას რასაც ხედავთ, კეტავს 4 მონადირე, რომლებიც ნაწილდებიან ზემოდან ქვემოთ. Commercial hunting. Do you have here commercial hunting? No. არა, მხოლოდ მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნადირობთ. და ისე კომერციული ნადირობა საშუალოდ რა ჯდება ესპანეთში რა? აი დაუშვათ ირებზე ან მუფლონზე. ზუსტად ვერ გეტყვით. სხვადასხვა მეურნეობებს სხვადასხვა ფასი აქვს. მაგრამ ჩლიქოსანზე ნადირობის სრული პაკეტი საშუალოდ 6000 евро ღირს. ესე იგი, ქალბატონი იძახის, რომ მის ტერიტორიაზე არ ხორციელდება კომერციული ნადირობები, მაგრამ არსებობს აქვე შორი ახლოს მდებარე, ასე ვთქვათ, კომერციული ადგილები, სადაც შეიძლება ნადირობა, როგორც ირემზე, ასევე ღორზე და მუფლონზე და სხვა ნადირობებს აწყობენ, შესაბამისი ფასიც აღარ ვთქვით და რო ვუყურებ აქაურობას, საკმაოდ დიდი ტერიტორია არის დათმობილი ნადირობისთვის. რამხელა ყოფილა ბიჭო ესპანეთი. ბებია იყო 11 წლის, როდესაც თავისი პირველი ირემი მოინადირა ამ ადგილიდან. ვაუ. ხოლო ჩემი ბიძაშვილი 9 წლის. რა საინტერესო რამეა, ხო სწორედ გავიგე, ყველა ასაკის ხალხი ნადირობს, ხო ჩვენ ოჯახშიო, ხო? აქედან მოვინადირე. მაგარი ბებო არის რა, ესე იგი, სიჩქარესაც არ ერიდება, ისეთი აქტიურია, რომ რა ვიცი რა. ქვეყანაში ყავთ თუ არა მგლები? დაახლოებით 50 წელია სამხრეთ ესპანეთში მგლები აღარ გვყავს. ხოლო ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში შიგადაში მგელი შეინიშნება. როგორ მოხდა ამ მგლების ამოღება ბუნებიდან? კანონმდებლობა ჰქონდათ შესაბამისი თუ თვითონ მონადირეების ინიციატივით მოხდა? მგლებმა ისე შეაწუხა მოსახლეობა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი პოპულაციის მკვეთრად შესამცირებლად. ანუ როგორც ხვდები პოპულაციის ზრდას, ზუსტად მაგან შეუწყო ხელი, რომ მტაცებელი არ აკავდათ ქვეყანაში. როგორ ებრძვით ბრაკონიერობას და საერთოდ არის თუ არა ბრაკონიერობა თქვენ ქვეყანაში? რეალურად ძალიან ცოტა არის ბრაკონიერობის შემთხვევები. გვაქვს მკაცრი კანონმდებლობა და ადმინისტრაციული სასჯელები. ადგილობრივი ფერმერები და მონადირეები სახელმწიფოსთან ერთად ებრძვიან ბრაკონიერებს, რაც ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს. კანონმდებლობით რამდენად კმაყოფილები ხართ, რომელიც განსაზღვრავს მონადირის სტატუსს?
ზოგადად კანონმდებლობა კარგად მუშაობს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უფრო ხშირად მოგვისმენენ მონადირეებს. რადგან ხშირად მონადირეებს განსხვავებული აზრი გვაქვს, რა არის გასაკეთებელი. მაგალითად, ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ჩვენთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ გვსიამოვნებს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ქალები არ ნადირობენ ისეთი ინტენსივობით, როგორც აქ. ესპანეთში საკმაოდ დიდი პროცენტი ნადირობს ქალბატონების. მაგალითისთვის, რომ გითხრათ, მამაჩემმა თავისი მეუღლე ნადირობის დროს გაიცნო. რამდენი წლის იყავით, რომ პირველად ნადირობა დაიწყეთ და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც თქვენ ნადირობა მე შეგაყვანეთ? ვიყავი 6 წლის, როცა მამამ პირველად წამიყვანა სანადიროდ. ახლა კი 91 წლის ვარ. ზოგადი წარმოდგენისათვის რომ შევკრათ და დასრულებისკენ მივიყვანოთ ეს ჩვენი საუბარი, რამდენი მონადირე არის თქვენს ქვეყანაში, ну, რა თქმა უნდა, მიახლოებით. ესპანეთში დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ნადირობს. აქედან თითქმის 1 მილიონი გაწევრიანებული არის სამონადირეო ფედერაციაში. ბოლო კითხვი დღა შეგაწუხებთ და შეგეკითხებით. იქნებ 1-2 სიტყვით გვითხრათ, როგორ შეიქმნა ეს თქვენი, ასე ვთქვათ, სამონადირეო მეურნეობა, ხო? მე როგორც ვხვდები, მეურნეობა, იმიტომ რომ ხედავ აქვს ტერიტორიას საკვებურები. მე ვიყიდე ეს მიწა 25 წლის წინ. აქ ერთი პატარა სახლი იდგა. და შეგიძლიათ თუ არა რაიმე სასიამოვნო ისეთი მოსაყული ისტორია გაიხსენოთ, რაც მამასთან ერთად გადაგხდენიათ თუნდაც ნადირობისას. ადრეულ ასაკში, როდესაც ბებია მამასთან ერთად იყო სანადიროდ, ორივემ ერთი რემს დაუმიჯნა, მაგრამ ბებია უფრო ჩქარი გამოდგა და დაასრო მამამის სროლა. რა თქმა უნდა, მამამის ეს ამბავი ძალიან გაუხარდა. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და ჩვენ ყოველთვის ბავშვებთან ერთად დავდივართ სანადიროდ. Thanks a lot. Thank you. And see you soon. Yeah, we are waiting. Que ya no tropieza y cae, que ya no rompe los pucheros. Ay, que ya no tropieza y cae, ya no rompe los pucheros. Triana, qué bonita está Triana. Bonita Adriana, qué bonita Adriana, cuando le ponen al puente bandera, que republicana, cuando le ponen al puente bandera republicana. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.